დილამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში და როგორც დაგპირდით უკვე გადაცემა მას ვაგრძელებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაც პრინციპში ყველას გვეხება ყოველდღიურობაშიც. შეიძლება გარკვეულ გამოწვევებს შევხვდეთ მეზობლებთან ურთიერთობაში, ჩვენ სამეზობლოში არსებულ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით და ბოლო პერიოდში შეამჩნევდით და თუ არ იცით, ახლა გაიგებთ, რომ გაჩნდა სხვადასხვა ინიციატივები, მათ შორის ციფრული მიმართულებითაც სიახლების სივრცეები, სადაც შეგვიძლია რომ სამეზობლოს და მეზობლებმა ძალიან მარტივად, ერთობლივად გადავწყვიტოთ და გადავჭრათ სხვადასხვა საკითხები. კომპანია Citycom, რომელიც არის პირველი ქართული ციფრული სივრცის სამეზობლოს შემქმნელი და ასე ვთქვათ, ბაზარზე სხვადასხვა სერვისებს წარმოადგენს, სწორედ ამ პროცესში, სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, თუ როგორ გავხადოთ მეზობლობა უფრო კომფორტული და ეფექტური. ამ თემას ნინი მწარიაშვილი მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კომპანია Citycom-ის და ასევე ნათია ორახელაშვილი კომპანიის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი წარგვიდგენენ. დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. მოდი თავდაპირველად წარვადგინოთ, ხო, ზოგადად ვისაუბროთ კომპანიასთან დაკავშირებით და იმ სერვისებზე, იმ მთავარ სერვისზე, რაც არის წარმოდგენილი Citycom-ის მხრიდან, როგორც აქამდე ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილია რაიმე ტიპის აპლიკაცია იმ სამეზობლოსთან დაკავშირებული აქამდე არ არსებობდა და კონკრეტულად თქვენ რომ მოგვიყვეთ აი ამ ახალ სერვისზე და შეთავაზებაზე. კი ბატონო, Citycom არის პირველი ქართული ციფრული სივრცე, რომელიც 2017 წლიდან ასე ვთქვათ ზრუნავს კომფორტულ და მარტივად რომ დაეხმაროს მოსახლეობას და გაუმარტივოს ცხოვრება აი ამ პროცესში, რომელიც ალბათ ყველაზე დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული, როგორიც არის კორპუსისთვის საჭირო თანხების შეგროვება, სერვისების მიწოდებისთვის პროვაიდერების მოძიება და შესაბამისად მე უკვე ამ თანხების განაწილება, ხო? ჩვენს პლატფორმაზე შესაძლებელი არის როგორც ყველა მობინადრემ აკონტროლოს დაგროვებული თანხები, ასევე ხარჯები ის განმავლობაში და ასევე აქვს შესაძლებლობა რომ თავად აირჩიონ ის სერვის მომწოდებელი სპეციალისტები, ვინც მერე გადაიბარებენ ნებისმიერ სერვისის ნაწილში მომსახურებას და განაგრძობენ კორპუსის მოვლა პატრონობას. კი ბატონო, აი ცოტა უფრო ვცლად შემდეგ ჩაგიკითხებით, როგორ მუშაობს ეს სისტემა, თუმცა მოდით თავდაპირველად იდეაზეც გვითხარით, ან საჭიროება როდის და სად დაინახეთ, იმიტომ რომ პრინციპში ეს ძალიან რთული საკითხი არის, მით უმეტეს ბევრი ახალი კორპუსი შენდება და იქ მაცხოვრებლები ასე თავიდანვე ერთმანეთს არ იცნობენ, ხო? კარგად როგორც ეს შესაძლოა ძველ ტრადიციულად არსებობდა ეს მეზობლობის კულტურა და არის ჩვენთან კიდევ ქვეყანაში. აი თქვენ სად დაინახეთ ეს მოთხოვნა იმისა, რომ შექმნილი იყო აი ეს ერთიანი ციფრული სივრცე? კი ბატონო, აი სწორედ ახსენეთ, რომ მეზობლობის კულტურა ჩვენთან ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და ამავდროულად ჩვენი რაღაც ყოველდღიურობა, ყოველი დილა იწყება ჩვენს ოჯახში, უბანში, სახლში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე ჩვენი სახლი, ჩვენი სამეზობლო არის, ესე უხეშად რო ვთქვათ და ჩვენი სახლი აი 4 კედელს იქითაც ვრცელდება. და ზოგადად იურიდიულადაც არსებობს ასეთი ცნება, როგორც არის საერთო საკუთრება. და კორპუსი ზუსტად არის საერთო საკუთრება, რომელსაც მოვლა პატრონობა სჭირდება. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ამისთვის რაღაც სახელმწიფოებრივი უწყისები არ არის ჩამოყალიბებული, რომლებიც აი კორპუსებს ცალკე მიხედავენ და ამის გაკეთება კერძოდ მოსახლეებს უწევთ ხოლმე. შესაბამისად ამისთვის საჭიროა თანხების სწრაფად და ეფექტურად შეგროვება, რასაც ხშირად ეგრეთ წოდებული თავმჯდომარეები ან მოხალისეები აკეთებენ. ნუ რა თქმა უნდა, აქ ადამიანური ფაქტორი არის, ზოგს ეს უკეთ გამოსდის, ზოგს ნაკლებად, ყველა მეზობლის ჩართულობა ფიზიკურად შეიძლება ვერ გამოდიოდეს და მერე არის მეორე საკითხი, რომ აი ამ თანხების გადანაწილების ნაწილში ჩნდება კითხვები, რომ თანხები როგორ გადანაწილდა, რას მოხმარდა და ასე შემდეგ. ჩვენ ამაში დავინახეთ დიდი მოთხოვნა იმ კუთხით, რომ მაგალითად სხვა სექტორებში არსებობს უკვე ციფრული გადაწყვეტილებები, მაგალითად
კვების სექტორში, სხვა სექტორებში ხო, მომსახურებებს რაც ეხება, ხო, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ ძალიან წარმატებით ხალხი და ვერ წარმოუდგენიათ მაგის გარეშე ცხოვრება. შესაბამისად, ეგეთი გადაწყვეტილება რაღაც ეს სახლის სფეროში, ამ მეზობლობის სფეროში არ იყო საქართველოში და ჩვენ ამაში დიდი შესაძლებლობა დავინახეთ, რომ პირველ რიგში ეს კომფორტი მივცეთ მოსახლეობას და შემდგომ უკვე ეს მეზობლობა რაც არის, უფრო დავაკავშიროთ ხალხი ერთმანეთთან ამის მეშვეობით. კი ბატონო, აი სწორედ ამ ნაწილზეც გადავიდეთ, უშუალოდ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, თქვათ, ჩამოყალიბდით რომ გვინდა და ვისარგებლოთ Citycom-ის აი ამ სერვისით და რას ვაკეთებთ, როგორი ნაბიჯები და შემდეგ პრაქტიკაში როგორ მუშაობს, თქვათ, შემდეგ გვინდა, არ ვიცი, სახურავის გადახურვა, კარის შეცვლა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში. პირველ რიგში მთავარი არის რომ დაფიქსირდეს თქვენი მხრიდან მოთხოვნა ჩვენთან რომ გსურთ სისტემის სარგებლობა და ჩატარდეს სამეზობლოს არჩევნები. ამის შემდეგ უკვე ინდივიდუალური პრინციპით ვითვლით ჩვენ ტარიფს, რომელიც არის თქვენი კორპუსის ხარჯებიდან გამომდინარე ფიქსირებული ტარიფი შეიძლება იყოს შესაბამისად და ხდება უკვე მოსახლეობის რეგისტრაცია ჩვენთან, მეზობლების რეგისტრაცია ჩვენს პლატფორმაზე, გადაეცემათ ბარათები და ამავე ბარათებზე ხდება იმ კორპუსისთვის საჭირო თანხების შეგროვება, ბარათზე თანხის ჩარიცხვის პრინციპით. შემდეგ უკვე ამ დაგროვებული თანხიდან უკვე თქვენვე გაანკარგავთ ის თანხები, როგორ გამოიყენოთ თქვენ სახურავს გადახურავთ, სადარბაზოს შეგებავთ პირობითად თუ რაიმე სერვისს დაიმატებთ, დასუფთავება, კონსიержი და ასე შემდეგ, ეს უკვე თქვენზე არის სულად გადასაწყვეტი და ამ თანხებს სულად თქვენ გაანკარგავთ, როგორც მოსახლეობა და მეზობლები. კი ბატონო, ანუ მოკლედ იმისათვის რომ გამარტივდეს ეს თანხის შეკრების და ზოგადად მეზობლების რაღაც თანხმობის ნაწილი, ამ ნაწილში Citycom-ი გვეხმარება, დანარჩენში თავისუფალი არიან, ვის გააკეთებინებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასევე გვითხარით ტექნიკურ ნაწილშიც, აი იგივე თქვენთან სხვადასხვა სერვისები არის, იგივე ლიფტის და სხვა თქვათ კარებთან დაკავშირებული მომსახურება, ამაზე პასუხისმგებელი არის Citycom-ი თუ აქაც თქვათ შეთანხმების საგანია. კი, ლიფტში ჩვენ ვამონტაჟებთ ზოგადად სისტემას, იმიტომ რომ საბარეთ სისტემით მოხდეს მგზავრობა ბარათების მეშვეობით და ასევე კარის ჩამკეტის სისტემებსაც ვთავაზობთ კორპუსებს, რომ ბარათების მეშვეობით მოხდეს, ასე ვთქვათ, კარის გახსნა, თუმცა მომსახურებას რაც შეეხება ლიფტის მომსახურებას და მის გამართულობაზე, როგორც ასეთი რომ Citycom-ი პასუხისმგებელი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ სერვის მომწოდებელი კომპანია არ ვართ ამ ნაწილში. კი ბატონო, ხო ეს ლიფტთან და ხურდებთან დაკავშირებული ისტორიები ძალიან სახალისო ხოლმე, ამიტომ ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც ძალიან მარტივად ვსარგებლობთ ამ სერვისით. თქვენ ახსენეთ, რომ ესე ვთქვათ, ბაზარზე იყო და დაინახეთ ეს მოთხოვნა და როგორი შედეგი მიიღეთ? აი, ჩართულობა როგორია იმ სერვისის კუთხით, რასაც თქვენ სთავაზობთ და ხართ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც, ხო, როგორც ვიცი? კი, დღეის მდგომარეობით 6 ქალაქში არის უკვე Citycom-ი და 250,000-ზე მეტ მეზობელს ვემსახურებით და აქედან 2500 სამეზობლო არის ჯამში გაერთიანებული. ისინი იყენებენ Citycom-ს როგორც თანხის შეგროვების სისტემას, გამჭვირვალე სისტემას, ჩვენ საიტზე და აპლიკაციაში ნებისმიერ მაცხოვრებელს აქვს ცდომა კორპუსში არსებულ თანხებთან დაკავშირებით, რა რაოდენობის თანხები გროვდებოდა, რა დანიშნულებით, რა სერვისები მოხმარდათ და რა თანხები არის გახარჯული და ასევე ნაშთი რამდენი აქვთ დარჩენილი, რაც სულად მათ საკუთრებაშია და როგორც თქვენ თქვით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ აითვისონ თუნდაც სახურავის გადასახურვა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სწრაფად შეუძლიათ ადამიანებს აკონტროლონ ის თანხები, რა მოძრაობაც არის, ასე ვთქვათ, დანახარჯები ამ სამეზობლოში საჭიროებებიდან გამომდინარე და მე მგონი ყველასთვის ეს ცნობილი ამბავია, რომ ძალიან რთულია თანხების შეგროვება, შემდეგ ვინ ხარჯავს და როგორ ხარჯავს, ეს ძალიან მოხერხებული სერვისია, მოკლედ. მოდით ასევე ვთქვათ და ხვალინდელი დღის შესახებ, რომელიც ერთგვარად ეხმაურება აი ამ პროცესს, სანამ გადავალთ ამ სამომავლო გეგმებით გვაინტერესებს, ბუნებრივია რა შეიძლება იყოს კიდევ დამატებით სერვისები Citycom-ის მხრიდან 28 სექტემბერი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ყოფილა მეზობლობის საერთაშორისო დღე, ხო, ვუერთდებით. ჩვენთანაც აღინიშნება, აი რა არის ეს ღონისძიება და ვის შეუძლია რომ დაესწროს, სად ტარდება, დეტალები გვაინტერესებს. კი ბატონო, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში ჩვენ სამეზობლოების ვემსახურებით და ჩვენი სერვისი სამეზობლოებისთვის არის განკუთვნილი, ჩვენც აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს ესეთი მეზობლობის დღე, რომელსაც ზოგ ქვეყანაში აღნიშნავენ და კარგი იქნებოდა, რომ ეს ტრადიცია ჩვენთანაც შემოგვეღო, იქიდან გამომდინარე, რომ აი ტრადიციულად მეზობლობასთან კავშირი ძალიან მჭიდრო არის ჩვენ ქვეყანაში. შესაბამისად, ხვალინდელი
პირველი დღე სიტიკომთან ერთად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს აღნიშნოს თბილისი მოლში, გელოდებით პირველ საათზე და დაგვხდებათ სასიამოვნო სტუმრები და ასევე აქტივობები და ბევრი სიახლეები ჩვენ შესახებ. კი ბატონო და ერთად აღნიშნოთ მეზობლობა და მივულოცოთ ჩვენს მეზობლებს არ დაგავიწყდეთ. და უფრო შესაძლებლობა უფრო ახლოსაც გავიცნოთ საკუთარი მეზობლები, ხო ასეთ ღონისძიებებზე. მოდით სამომავლო გეგმებზეც გითხარით, რა შეიძლება და რა გეგმა გაქვთ, ასე ვთქვათ, უფრო გრძელვადიანათაც და რას ველოდოთ სიტიკომისგან. კი ბატონო, დაარსების დღიდან ძალიან სწრაფი ტემპებით ვიზრდებით და ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ უკვე 250,000-ზე მეტ მომხმარებელს მომსახურებით და სიტიკომის სერვისის დახმარებით უკვე გაგეკვირდებათ, მაგრამ 55 მილიონზე მეტი ლარი არის შეგროვებული სრულიად ხალხის ინიციატივით, რასაც ისინი თავისივე სამეზობლოებს ახმარენ და ამ ფაქტით ძალიან ვამაყობთ და ვაგრძელებთ განვითარებას იმისთვის, რომ ჩვენი აპლიკაცია და სერვისი უფრო ფართო მასშტაბის გავხადოთ და უფრო მოქნილი და კომფორტული მომხმარებლებისთვის. ამიტომ უახლოეს თვეებში არის დაგეგმილი ჩვენი სერვისის ტექნიკური სრული განახლება, ახალი ფუნქციონალის დამატება, რომ სიტიკომი არა მხოლოდ გადასახადო სერვისი იყოს, არამედ რაღაც სამეზობლო სოციალური ქსელივით და მეზობლებთან კომუნიკაცია უფრო მარტივი და გაცილებით კომფორტული იყოს ციფრული სერვისების მეშვეობით. კი ბატონო, შესაბამისად, ხო, თვალი გვადევნეთ აუცილებლად და ნამდვილად ეს ყოველდღიურობას ყოველთვის გაამარტივებს და მეზობლობა კიდე უფრო სასიამოვნო და მარტივი იქნება. კი ბატონო, ანუ ეს რაღაც სხვადასხვა ჯგუფები კონკრეტულ აპლიკაციაში თავს მოიყრის, რაც მგონი ძალიან უფრო მეტად მარტივია, რომ მიხვდეს, ასე ვთქვათ, საიდან არის რა შეტყობინება. წარმატებებს გისურვებთ, იმედი გვაქვს, რომ ასე ვთქვათ, ეს პროცესი ყველა გეგმა რაც არის ვადებში აუცილებლად შესრულდება. ჩვენ კი შეგახსენებთ ჩვენს მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენ ყოველ კვირას გვექნება საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტუალურ თემებზე, ყოველ 4 შაბათს სიტიკომი იქნება ჩვენთან ერთად და ერთ კვირაშიც ასევე ძალიან საინტერესო თემით გელოდებით. კიდევ ერთხელ წარგიდგენთ ჩვენს სტუმრებს, ნინი მწარიაშვილი, სიტიკომის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ნათია ორახელაშვილი, კომპანიის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი იყვნენ ჩვენთან ერთად. წარმატებები და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა და წინასწარ გილოცავთ მეზობლობის დღეს. ასევე მადლობა.